აქედან შეიძლება ჯადოსნური და დისნეილენდური ჩანს და მართლა ესე არის და თუ ნამყოფი არ ხართ, აუცილებლად ძალიან დიდ რეკომენდაციას ვწყვიდეთ და ძალიან მაგრად გაერთობით, იმიტომ რომ იქ ნახავთ ყველაფერს რაც შემდეგ წელს უნდა გამოვიდეს წარმოებაში. ულამაზესი ტრიდენტი და ულამაზესი შარკით Spartan GT Pro. ზემოვნებაში არ გვიჭირს. მაგრამ აი ეს განსხვავება რომ ამდენი ადამიანი არის ერთი და იგივე იდეის, ერთი და იგივე ჰობის ინტერესის იგივე გაერთიანებული და ყველა ერთად ერთობა იქ და ათასნაირი შეჯიბრება და მაიმუნობა და საჩუქრები და ასე შემდეგ არის. Ну, ბუნებრივია რომ ძალიან გასართობს ხდის ამ ყველაფერს, თორე ესე მშრალად უბრალოდ ამ ინფორმაციის მოსმენა იქნებოდა ძალიან მოსაწყენი და ჩემი აზრით არაფრის მომცემი, იმიტომ რომ მაგას ონლაინაც ნახავ. იქ ჩადიხარ რეალურად მაგისთვის რომ ეგ ემოცია და ეგ განცდა მიიღო, რომ თვითონ ნაწილი ხარ ამ დიდი კომიუნიტის, რა ამ დიდი კომუნის აერთიანებს 100,000-ობით ადამიანს, იმიტომ რომ ამ ფესტივალის მასშტაბი აქედან დავიწყოთ არის ძალიან დიდი. დავიწყოთ იქიდან რომ არის 7 დღე. ამ 7 დღიდან პირველი დღე იყო ინფლუენსერებისთვის, ანუ ისაც YouTube-ან ამის სხვა არხი აქვს, 30,000 მეტ subscribers ითხოვენ და ასე შემდეგ. გაძლევენ პასს, რომელთაც შეგიძლია რომ ყველამდე შეხვიდე. მესამე დღიდან იღება ყველასთვის და იქ შეგიძლია რომ უბრალოდ ბილეთი იყიდო 7 ევროს თუ 15 ევროდ, აღარ მახსოვს, ასაკის და მიხედვით და დღის მიხედვით არის განსხვავებული. მერე უკვე არის აბსოლუტური დომხალი რა, იმიტომ რომ შედიხარ, არაფერი არ ჩანს. ტრანსპორტის ნახვა გინდა, ის ტრანსპორტი არ ჩანს, იმიტომ რომ 15 კაცი დგას რიგში რომ უბრალოდ მივიდეს და დაждდეს და დატესტოს თუ რაღაცა, როგორც შეგიძლია რომ იქ დატესტო ან ვიდეოს გადაღებაზე და რაღაცაზე ხო, რამის ჩაწერაზე ხო საუბარი ძებნეტი არის, მოკლედ საკმაოდ დიდ ჰასლ წვალებასთან და ჩალვისთან არის დაკავშირებული, რომ აი იქ რო რისთვისაც შეხვედი ის რაღაც მიიღო. ძალიან დიდ სივრცეზე არის გაშლილი ეს გამოფენა და იმდენად დიდ სივრცეზე არის, რომ დღეში თავისუფლად დახარჯავ, უბრალოდ გაივლი 25 კილომეტრს და ასე შემდეგ. ნუ ეს მე კიდე ისე არ დავდიოდი როგორც საჭირო არის, თორე ბევრად უფრო მეტის მოსწრება შეიძლება თუ ოდესმე შეგიმიზანებო, რაც შეიძლება მეტი კონტენტი იქიდან წარმოიღო. თუ თქვა სიტყვაზე თქვენ მოგინდებათ ჩასვლა იმისთვის, რომ მიიღოთ ეგ გამოსნიშნავს EICMA-ზე ყოფნა და მაგ ფესტივალით სიამოვნების მიღება და ტკბობა და გართობა და ხალხის გაცნობა და კომუნიკაცია და ასე შემდეგ, რამენაირად შეეცადეთ, რომ ღია კარის დღე როცა არის, ანუ ყველას როცა შეუძლია ნაყიდი ბილეთის შესვლა, იმ დღეებს აცდეთ. ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო ნაწილი EICMA-ში არის, რომ შუა დღეს რომ ივლი და დაიღლები და ჩამოждდომა და ლანჩი რომ მოგინდება, საგიჟეთი ხდება და ძალიან რთულია რომ წესიერი რამე იპოვო, ისე რომ თან დაждდე ადამიანურად და